6 მილიარდი ამერიკული დოლარის საწყის ეტაპზე სწორედ ამდენი იქნება მობილიზებული ინვესტირების ფონდში, რომლის შექმნის იდეაც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. სანდრო ჯუფალაკიანი დაესწრო პრეზენტაციას და დეტალებზე ის პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. სანდრო, ანაკლის პროექტის გარდა კიდევ რა პროექტებს დააფინანსებს ეს ფონდი? თანადაფინანსების ფონდი იმ პროექტებს დააფინანსებს, რომელთა ღირებულება $5 მილიონ აღემატება, საუბარია 25-დან 75%-მდე თანადაფინანსებაზე. მსხვილი პროექტებიდან ამ ეტაპზე დასახელდა მხოლოდ ანაკლის პროექტი, თუმცა ასევე საუბარია ჰესების მშენებლობაზე, ნახშირის პოტენციალის ათვისებაზე, ასევე სასტუმროების მშენებლობაზე. აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის გარდა ფონდს 3 მმართველი დირექტორი ყავს, მათ შორის ტურიზმისა და უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობისა და ლოჯისტიკის, ენერგეტიკის და მრეწველობის სფეროებში. ამ დირექტორებს უცხოურ კომპანიებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. დღევანდელ პრეზენტაციას ეკონომიკური გუნდის მინისტრები ესწრებოდნენ, მათი განცხადებით თანაინვესტირების ფონდის შექმნის შემდეგ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად გაიზრდება, ეს კი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. Ხელოვან საქმეს ჩაეყარა დღეს საფუძველი ფონდი, რომელშიც უკვე აკუმულირებულია $6 მილიარდი, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ფონდის კაპიტალი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით, აღნიშნული ფონდის დახმარებით 10-12 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება საქართველოში უახლოეს 3-4 წლის განმავლობაში. პრიორიტეტი არის ენერგეტიკა. მოგეხსენებათ, მე ძალიან ხშირად საუბრობდი ამასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ მიმართულებით რაც შეიძლება მეტი ინვესტიციები შემოვიდეს, ქვეყანას უზარმაზარი რესურსები გააჩნია, იმისი რომ ქვეყანა უახლოეს მომავალში მოკლე პერიოდში გახდეს ენერგოდამოუკიდებელი და მეტით შევძლოთ ელექტროენერგიის, საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის გატანა ექსპორტზე. საპორტო ინფრასტრუქტურამ დამატებით სხვა დამხმარე საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე მოთხოვნა უნდა გააჩინოს, ასევე მოთხოვნას გააჩენს ის პორტის ადმინისტრაციისთვის საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი როლი და მონაწილეობაც. დღევანდელ პრეზენტაციას პოტენციური ინვესტორები, ექსპერტები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ, მათ შორის ლევან ვასაძე, რომელმაც არ გამორიცხა, რომ თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოში შევიდეს. ჩვენ ასევე საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს მამუკა ბახტაძესაც ვესაუბრეთ, რომელიც გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას. ერთით უკვე აქტიურად მუშაობდა, ძალიან ბევრი უცხოურ ინვესტორებს ვხვდებით. ასევე დღეს ჩვენთან არის კომპანია Blackstone-ის წარმომადგენელი ჩამოსული, რომელიც არიან დაინტერესებულები ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების განხორციელებით. ძალიან დიდი საქმე არის და აი ზუსტად ის არის, რაც ქვეყანას სჭირდება და დიდ წარმატებებს უსურვებ. ვიცნობ მმართველი გუნდის წევრებს და ძალიან კვალიფიცირებული და პატიოსანი და პროფესიონალი ხალხი არიან და ძალიან მიხარია, რომ ხედავ ამას ყველაფერს. ერთ-ერთი მსხვილი დარგი, სადაც განხორციელდება ინვესტიციები, არის ლოჯისტიკის სფერო. რკინიგზა დამოუკიდებლად ბუნებრივია ვერ განვითარდება, თუ მას ტემპში არ აყვა განსაკუთრებით საპორტო ინფრასტრუქტურა და ტერმინალები. აღინიშნა ანაკლის პორტის შესახებ, რომელიც მართლაც ჩემი აზრით იქნება ისტორიული პროექტი. ეს შეეძლებს, რომ მინიმუმ გაასამაგოს ჩვენი სატრანზიტო დერეფნის პოტენციალი. მოკლე ხანში ეს ფონდი განახორციელებს იმ პროექტს, რომელიც იყო ჩამოთვლილი. ეს ყველა პროექტი არის მასშტაბური, თავისი მნიშვნელობით მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და რაც მთავარია, დაასაქმებს ძალიან ბევრ ხალხს. თანაინვესტირების ფონდის გარდა ჩამოყალიბდა კიდევ ერთი ფონდი, რომელიც კრეატიულ და ინოვაციურ იდეებს დააფინანსებს, თუმცა რა მოცულობის თანხის მობილიზება მოხდება ამ ფონდში, ამ ეტაპზე უცნობია. მადლობა სანდრო, ჯუფალაკიანი იყო.